პროექტ მიმღერეს მონაწილეები დები ნათია და თათია დევდარიანები არიან ჩვენი გადაცემის შემდეგი სტუმრები. ანა ბანანა. კარგია შენი ხილვა რა კარგია. რა კარგია რომ ხედავთ. როგორ ხარ? შემოგვირფასო დებო დევდარიანებო, გენაცვალე თქვენ ესე იგი ნაირნაირად. გადასარევად. ერთი ოჯახური გარემოდან მიმღერეში ესეთი ოჯახური გარემო იყო ყველანაირად შექმნილი. გადმოვინაცვლოთ აქეთკენ დამთავრდა მიმღერე, მაგრამ გრძელდება ჩვენი მეგობრობა, ურთიერთობა, მისვლა-მოსვლა და ამ შემთხვევაში ჩვენ ოჯახში, რასაც ჩვენი შოუ ქვია, მოგესალმები, დიდი სიყვარული. ჩვენ ძალიან დიდი მადლობა რომ მოგვიწია შენთან. მე პირველად ვარ შენს შოუში და ძალიან მიხარია და ამ წელიწადში ჩემი მარჯვენა იქნება შენს გადაცემაში ძალიან წარმატებული. მე ისეთი ფეხი მაქვს, რომ არ ვიცი, საუკეთესო წელიწადი გექნება ჩემო გია. დარწმუნებულება, დიდი მადლობა. თქვენ ხართ მართლაც სიყვარულით და ნიჭით გამორჩეული ოჯახი და აფრქვევთ აი ამ სითბოს და ეს ყველაფერი ჩანს თქვენ ურთიერთობაში, სიმღერაში, მაგრამ ეს თქვენით არ დაწყებულა. მოდის ორივე მხრიდან, ასე ვთქვათ, დინასტია თქვენი მთელი და დიდი ბაბუა ლოტბარი ჩემო ბატონო, ორივე მხრიდან ბაბუები, მომღერლები, მამა მომღერალი, დედა მუსიკოსი, მოგრეთ, თქვენს საოჯახო ალბომში ალბათ თავიდან ნოტებია და მერია ეთყობა ფოტოები, ხო? მითხარით ამის შესახებ, უბრალოდ ჩვენი შოუს მაყურებელს უთხარით, თორემ მე საკმაოდ ინფორმირებული ვარ მაგ კუთხით. ესე იგი, დედის მხრიდან ბაბუა ნიკოლოზ დაუშვილი, ლოტბარი ონის გუნდის ხელმძღვანელი. აქეთ გენაცვალებებია ჩემი ნათელა ახვლედიანი მუსიკის პედაგოგი გახდათ, ბაბუა ჩემი თენგიზ დევდარიანიც, ასევე ლოტბარი და მომღერალი. ისეთი кай ხმები ქონდათ, ეხა რომ მახსენდება, მე ხო მახსოვს. აი ესეთი რაკ და ნიკოლოზ დაუშვილი კიდე ზამთარიას სიმღეროდა, რომ აი რა ვიცი, რა გითხრათ, აი ბურძგლავს ცოტათი, ეხა რომ მახსენდება, ეს ბავშვობა მოკლედ რა. ძალიან ბედნიერი ბავშვობა გქონდა. გვასწავლეს სიმღერები. რაც ვიცით, მათგან ვიცით და ძალიან მადლიერები. ეს გეტყობა ესეთი შესაძლებელი და ამ მუსიკალურ სივრცეში გავიზარდეთ ჩვენ და სადაც არ უნდა წავსულიყავით, იქით ბებია ბაბუასთან თუ აქეთ მხარეს ორივე ყველგან სიმღერა ხდებოდა. კი, ყველგან. სადაუშვილოში თუ სადევდარიანოში ყველგან დაჭმენებში, სვანებში, საითაც არ უნდა წავსულიყავით, ყველგან გვესმოდა სიმღერა და შესაბამისად ჩვენც ამ გარემოში გავიზარდეთ და ყველაზე მეტად რა თქმა უნდა გვიყვარს სიმღერა და მუსიკა და ამ სივრცეში გაზრდილი ბავშვები კიდე როგორ არ ვიქნებოდით ახლა პოზიტიურები და კარგები და გამოვიდეთ რა დაგვიმატეს ბონუსად ანუ ბაბუა ჩემი მეგობრები ყავდა გურიაში და ისე საქმის მხრივათაც და ბებია ჩემს მოკიდა ხელი და წამოვიდა გურიაში მაკვანეთში და მაკვანეთს ეძახიან პატარა ლასკალას მაკვანეთი საოცრებაა კაცო მამიდა ჩემის ნათლი არის ტრისტან სიხარულიძე მოვიკითხავ აქედან ძალიან მიყვარხარ ტრისტანი ბაბუ ვგიჟდები შენზე უდიდეს შემოგვედა დიდ მომღერალს დიდი პატივისცემი და დიდი სიყვარული გვირფასოთ ის საბატონო დიახ და აი ესეთ სიყვარულში ვიზდებოდით ბავშვობიდან მაკვანეთში ხო სულ სიმღერით დავდიოდით და რაჭა მაკვანეთი სვანეთი და ესე მოგლედ პროფესიის არჩევაზე რომ იდგა საქმე ესე იგი სხვა რამე გზაც ხოდათ მოჭრილი ფაქტიურად სხვა მიმართულებით და ესე გამოვიდა ხო, მაინც კი ცოტა სხვაგან გაგვიშვეს პროფესიით, მაგრამ ხო იცი რომ ვერაცდები, რაც ყველაზე ძალიან გიყვარს და მაინც სიმღერას დავუბრუნდით და ყველაზე მეტად საითაც გვიხმობდა გული ესე იგი თავისით მე ვარ პროფესიით არქიტექტორი ხალხო მე პედაგოგი ეს არის პედაგოგი და აბა ჩვენ ახლა სიმღერის გარდა რამე სხვა უნდა გვეკეთებინა იქაც უმღეროდი თქვენ ტყუპები ვიტკი ხართ ასე ვთქვათ მაგრამ როგორც ვიცი უფროსია ხო ნათია და მითხარი თუ ასრულებდა პირნათლად უფროსი დის ფუნქციას ამ ხრივ ანუ სიმღერებს თუ გასწავლიდა რაღაც ესე იგი ნათიას გაზრდილი ვარ მე იმიტომ რომ დედაჩემი მე რო პატარა ვიყავი დედაჩემი მუშაობდა დედაჩემის პედაგოგია ხელოვნების და მუსიკა და ასევე სწავლობდა ხო და ნათიასთან ტოვებდა ხოლმე და შეიძლება თამამად ითქვას რომ ნათია არის დედა უფრო ჩემთვის ვიდრე უფროსი და იმიტომ რომ ისი გამოზრდილი ვარ და ჩვენ ეს ახლა ბნელი 90-იანების შვილი ვარ მე პირადად და ღამე ისე კარგად მახსოვს რომ დაგვაწვენდნენ ერთ მაშინ არ იყო იმის ფუფუნება ცალ-ცალკე საძინებლებში და ერთად რომ დაგვაწვენდნენ იმ სიცივეში და მე მეძინებოდა და ძალიან ვაღიარებ რომ ეზარებოდა რა და გადმომატრიალებდა და მეუბნებოდა იმღერენ უგეზარება და ხმებში სიმღერას მასწავლიდა რა და აი ღამე ჩვენი საძინებლიდან გადიოდა ეს ხმები რაღაცა პეტერე ჩუმად იმაშვებოდით ვიღინებდით რა და კი გამოიღო შედეგი მშვენივრად ხო ნათიას ძალიან დიდი დამსახურებაა რომ მე ესე ძალიან და
მიყვარს სიმღერა და სიღრმისეულად რაღაცეები გამეგება ასე. და გამოხდა ხარი და ჩემო ბატონო, სიყვარულიც, ოჯახი, ყველაფერი ეს დაუკავშირდა თქვენი მეორე ნახევრები ასევე მუსიკოსები არიან და აქედან მოვიკითხავ ბაჩოს და ჩემს მას და მეგობარს, რობილ გიტარის დათო ლონდარიძე დიდი სიყვარულით. გაიხარეთ მეგობრებო. იცი რა მითხარით? ოჯახში გამორიცხულია, რომ რაღაც მომენტში მაინც ან წაკინკლოება, რაღაცა უთანხმოებაც უნდა ცოტა ხნით არ იყოს და მერე შერიგების პროცესი თქვენთან დუეტში გადაიზრდება ხოლმე მეუღლებთან თუ როგორ მიდის? მათი მუსიკოსობიდან გამომდინარე. იცი რა, მართლა გულწრფელი რომ ვიყო, ძალიან ესეთი წაკინკლავებას არ ყოფილა, მაგრამ ხო, ნუ ძირითადად მაინც მუსიკის ირგვლივ ტრიალებთ რა და სულ სიმღერაა და ხინია თუ წაკინკლავება, მაინც მუსიკის ირგვლივ ტრიალებთ ჩვენს შემთხვევაში და თქვენი დუეტი რა სიტყვის იქნებ გითხრათ? მე არ მახსენდება ეგეთი რაღაცა ნამდვილად. აი ძალიან პატარა რაღაცები, აი რომ არც ღირს მოყოლათ აი ესეთი რაღაცები. ხო. ესე იგი, ავლი ზურაბაშვილმა უთხრა ერთხელ ერთ-ერთ სხდომაზე და მეც მოვიშველებო. ესე იგი, არ კამათობ თუ არ გახსენდებაო? მე მგონი არ გახსენდება და პრობლემა მქონია. უფრო მე მგონი არ გახსენება. თქვენ არის შეხმატკვრებული სკული მართლა მეორე შეიძლება გაგიჭირდეს ადამიანს რომ მოძებნო ისევე როგორც შენსკენ შემოძიებას თათიანა. კამათობთ ჯანსაღად. ხალხური ვახსენეთ ბევრი მიმართულები და ტურნი ერთ-ერთი რომელიც ეპიზოდი როგორც უწოდებენ ხოლმე მიმღერეში რომელიც ხალხურს უკავშირდება ჩვენი განსაკუთრებით ძვირფასი ყველაზე განსაკუთრებული აი ისე ველოდებოდით და ნუ არც ყოფილა იქ რაღაც ორჭოფობა რომ რა სიმღერა შევასრულოთ იმიტომ რომ მომენტალურად მეც ნათიაც და დათოც ერთხმად შევთანხმდით რომ აუცილებლად უნდა გვემღერა ჩვენ რაჭული სიმღერების პოპური და ისე მოეწონა ეს მაყურებელს რომ ვისარგებლებ შემთხვევით ამ შემთხვევაში ჩვენი შოუს მაყურებელსაც მინდა შევთავაზო აი თქვენს მიერ შესრულებული ეს რაჭული სიმღერების პოპური Zamodi zagiqvara miuvalamtepshi Dagigare qavilebs chagatanatmepshi Sedi samara ratom damtove Badara chemo badara Sarvar
მართლა ჩვენიერი იყო ეს ყველაფერი და ისიც ვთქვათ, მოდი რომ ჩვენ ახლა ტელეკომპანია იმედში ვიყოფები და იმედთან თქვენ მხოლოდ მიმღერი არ გაკავშირებთ, იმიტომ რომ თუ სწორად მახსოვს, შენ გამოდიოდი იმედის ტალღაში, ხოლო თათია შენ მახსოვ ხარ პროექტიდან ახალი ხმა, ესეც იმედზე იყო. კი. შემდგომ ერთად შეკვრიბა იმედმა უკვე მიმღერეში და მიმღერიდან იყო სწორედ აბა დიდი დაბრუნება იყო. მოდი მიმღერეზე თქვენი საბესტილებები მითხარით უკვე ამ გადასახედიდან, როცა უკვე ჩავამთავრეთ ერთად ეს სეზონი. მიმღერე ერთი დიდი ოჯახი. მოვდიოდი, როგორ იცი, ახსავსე რაღაცა საკუთარი თავის გამოცდაც გინდა, გაინტერესებს როგორ შეგხვდებიან, როგორ განვითარდება ეს მოვლენები და ზღაპარში მეგონა თავი. აი ბალეტის რაღაც მაკნატუნას სანახავად რომ მიდიხარ და ხო ზღაპარში ხარ იქ რო ესწრები. აი ესე ვიყავი მიმღერეში რაღაცა. თან ერთად შევხვდით ახალ წელს, მედობას ყველა ყველაფერს. მნიშვნელოვან დღეს ესწავლოს ერთად ჯადოსნურს. პირდაპირ ვუხდი და ვგზავნი ძალიან დიდ სიყვარულს პროდიუსერებს, რომ აი ამის მიმღერეს შემოქმედების ჯგუფს. მთლიანად ჯგუფს, რომ მონაწილეობა მივიღეთ ჩვენ და დაგვირეკეს, რომ გაგიცანით თქვენ უფრო ახლოს, როგორ არ გიცნობთ, მაგრამ უფრო ახლოს და ერთ ოჯახად რომ შევიკარით. მართლა ზეზე ვინც აქამდე მეგობრობით, ისედაც კიდე უფრო გაღრმავდა ეს მეგობრობა და რასაც ერთმანეთის თავი ხო, შევიძინეთ. მაგრამ აი იცი ხუთივე სეზონის დროს, ხო რა თქმა უნდა, უყურებდით თვალყურს, ვადევნებდით, გულშემატკივრობდით და ნუ მე და ნათიას ვამბობთ, რომ თათიას და დათოსო ყველაზე მაგრად უნდოდა თუ ამ პროექტში მოხვედრაო და ნუ რომ მოვხვდით, ნათია ამბობდა, რომ აუ ისე რა მაგარიაო, რომ მე-6 სეზონში დაგვიძახესო, იმიტომ რომ როგორიო გვისენი არიანო მონაწილეებიო, ნუ თქვენზე რა თქმა უნდა ლეგენდარული ივერია და თალბატონი თამარი და ნუ ჩვენი მეგობრები, სხვა ოჯახები არაჩვეულებრივი სიყვარულით მოვიკითხავ და მადლობას ვეტყვი მათ, რომ ესეთი საოცარი ადამიანები არიან. ღვაწლ მოსულ არტისტებთან ერთად ვისხედით ესე პატარა ჩიტუნიები შემადგენლობა შევიკრიბეთ, რომ რა ვიცი, მადლობა ღმერთს, იმიტომ რომ ჩვენ ისეთი კარგი მეგობრები შევიძინეთ თქვენი სახით. მართლა ერთმანეთის სახით ერთი და მეგობრებიც არა, აი ერთი დიდი ოჯახი გავხდით და მადლობა მიმღერეს შემოქმედებით ჯგუფს და რაღაც აი მართლა ნათიამ სწორად აღნიშნა რა, ჯადოსნურად გვახსენდება. და გაგვახსენდება მთელი ცხოვრება და რა თქმა უნდა ეს ურთიერთობები არ დამთავრდება, უფრო და უფრო გაღრმავდება და გაღვივდება. მადლობა მიმღერეს მოვიკითხოთ ყველანი ჩვენი მეგობრები, მონაწილეები და ახლა ჩვენ შოუში აქვე მინდა რომ თხოვოთ ერთი სიმღერა რომელიც გამორჩეულად მოიწონა მიმღერეს შეფასებელმა, მიმღერეს მაყურებელმა. ეს არის სიმღერა რომელიც თქვენ შეასრულეთ სალაღობო ტურში. აი მოდი ეს ავაჟღეროთ ამჯერად ჩვენ შოუში. პატა თედიაშვილის მადლობას გადავუხდით კიდევ ერთხელ პაეტას ამარაჩვეულებრივი სიმღერისთვის, მადლობა რომ გვანდო მისი შესრულება და ჩვენებური ინტერპრეტაცია, ჩვენებური ელფერი პოზიტივი შევძინეთ ამ სიმღერას და ჩვენიერი ხალისიანი ვერსია გამოვიდა. ხო, პაეტას გარდა არავის არ შეუსრულებია და ჩვენთვის ეს ძალიან დიდი პატივი იყო და აბატონო, მომზადდით. ჩერდება ამერიექსები მე ვერაფერს ხვდები ალბათ ისე მოხვა ასე ახლობელი ასე შორეული რატომ ხარ მარტო უშენოდ მარტო არ ღამისნაირად აიღე ხელში დაირა ვისექოთ ნაირად აირა მინდა რომ გითხრა აირა მიხარ მეთქი გიმღერებს სიმღერებს ნაირა გაგვიანდება სევდამერება რუბელი მიდის დრო არ ჩერდება ამერიაქსები მე ვერაფერს ხვდები ალბათ ისე მოხვა ასე ახლობელი ასე შორეული რატომ ხარ მარტო უშენოდ მარტო არ ღამისნაირად აიღე ხელში დაირა ვიცეკოთ ნაირად აირა მინდა რომ გითხრა აირა მივარხარ მეთქი გიმღერებს სიმღერებს ნაირად სამთლიანდება ღამადება ღრუბელი მიდის დრო არ ჩერდება ამერიექსები მე ვერაფერს ხვდები ალბათ ისე მოხვა ასე ახლობელი ასე შორეული რატომ ხარ
ჩვენი სტუმრები იყვნენ დები ნათია და თათია გელგარიანები. უღმესი მადლობა მათ.